როდესაც ვამბობ, რომ სახელმწიფო უხეშად იყო ჩარეული ამ ეკონომიკურ განვითარებაში, თქო, გულისხმობ მიზანმიმართულ სტრატეგიას, რომელიც ჩამოაყალიბა პაკ ჩონ ჰემ და ესეც რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკით ხასიათდებოდა, თუმცა განსაკუთრებით საინტერესო იყო მაგალითად ეგრეთ წოდებული 5-წლიანი გეგმები, რომელსაც სახელმწიფო წინასწარ იმუშავებდა, გაწერდა ხოლმე თავის ეკონომიკურ პრიორიტეტებს უახლოესი 5 წლის განმავლობაში და სწორედ აი ამ სახელმწიფო ხედვას უნდა მორგებოდა შემდგომ ეკონომიკური სტრუქტურა ქვეყნის. ამ გეგმების ეფექტიანად შესასრულებლად პაკ ჩონ ჰემ ასევე ჩამოაყალიბა ეგრეთ წოდებული ჩებოლების სისტემა. დღეისათვის ყველა ის დიდი ეკონომიკური გიგანტი, რომელიც ვიცით სამხრეთ კორეიდან, დაკავშირებულია ამ პერიოდის ეკონომიკურ განვითარებასთან სამხრეთ კორეაში, ჩებოლებს ვეძახით იმ დიდ კონგლომერატებს, რომლებიც შეიქმნენ და ახორციელებდნენ სახელმწიფო დავალებით კონკრეტული ინდუსტრიების განვითარების პოლიტიკას.